პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა სპეციალური განცხადება 1 საათიანი თათბირის შემდეგ გაავრცელეს. საკუთარ გადაწყვეტილებას უარი თქვან მერობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარებაზე და სოციოლოგიურ გამოკითხვაში მიიღონ მონაწილეობა ლიდერებმა ერთობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მორიგი კომპრომისი უწოდეს. თბილისის მერობის კანდიდატი გამოვლენილ იქნას სოციოლოგიური კვლევის საშუალებით. კვლევა უნდა ჩატარდეს ერთობლივი კონტროლის პირობებში. მზად ვართ ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ ნებისმიერი წინადადება განვიხილოთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ერთად 2010 წლის 7 მარტის ჩათვლით. 7 მარტის შემდეგ წესები შემუშავებული იქნება პრაიმერის ინიციატორი პარტიების მიერ დამოუკიდებლად. 2010 წლის 30 მაისამდე არ ვაკრიტიკებთ არც ერთ არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალას. პრაიმერის ინიციატორებმა ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ ირაკლი ალასანიას გუშინ საღამოს გაკეთებული კომენტარის შემდეგ შეცვალეს. ალიანსის ლიდერმა პრაიმერზე უარი თქვა. ჩვენ პრაიმერში არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. ჩვენ პარტნიორებს ვუთხარით, რომ პრაიმერთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება არის საბოლოო. პრაიმერი უალიანსო თუ სოციოლოგიური გამოკითხვა ალიანსის ლიდერის მონაწილეობით. როდესაც საგანგებო განცხადებას კითხულობდნენ, პრაიმერის მომხრეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევანს სწორედ მეორე ვარიანტზე აკეთებდნენ. სოციოლოგიური გამოკითხვა როცა ტარდება, საერთოდ ის ადამიანებიც კი მონაწილეობენ, ვინც შეიძლება ჰიპოთეტური კანდიდატი იყოს ამა თუ იმ პოსტზე. ამიტომ სრულიად კარგავს აზრს სოციოლოგიურ გამოკითხვაში კანდიდატურის მოხსნა. სოციოლოგიური გამოკითხვის ორგანიზებაში ფინანსური მონაწილეობა ცხადია, რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა იმაში, მithumetes ფინანსური მონაწილეობა, რასაც მე თვითონ მონაწილეობას არ ვიტყვი. ზურავ ნოღაიდელმა დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ არც პრაიმერში და არც სოციოლოგიურ გამოკითხვაში ფულის ჩადება მის ინტერესებში არ შედის. დღესვე ნოღაიდელმა უპასუხა კითხვას, რომელსაც ახლები და რესპუბლიკელები ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად სვამდნენ. ჭადრაკის სასახლის დაქირავების თანხა 300 ლარი სწორედ ყოფილი პრემიერის პარტიამ გადაიხადა.